თანამემამულენო, მინდა მოგმართოთ სრული გულწრფელობით. არავითარი ისლამოფობიზაცია მე არ გამაჩნია და ჩვენ საკოორდინაციას არავითარი ისლამოფობია არ გააჩნია. ჩვენ ტრადიციული ისლამთან, ჩვენ სულიერ ძმებთან, ჩვენ მუსლიმ ძმებთან, თანამემამულე ღვიძლ ძმებთან, აჭარასა და გურიაში, ჩვენს ვაინახელ ძმებთან, ჩვენ ინგუშებთან, ჩვენ ჩეჩნებთან, ქისტებთან, ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი პრეტენზია ძმობისა და სიყვარულის გარდა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რადიკალურ ისლამიზაციას, ვაჰაბიზმს, რათა ფეხი არ მოიკიდოს ვაჰაბიზმმა საქართველოში, რადიკალურმა ისლამმა და არ წარეკოს ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერი, რომლის უკანაც დგას გლობალური მსოფლიო მართლობა, რომლის დაფინანსებას ხდება ტერორისტული ორგანიზაციების, ისლამური ჯიჰადის, ისლამური ხამასის, ხაზბულას, ისლამური საძმოს, ასევე არაბული სახელმწიფოების ყატარისა და საუდის არაბეთის მიერ ვაჰაბიზმის მსოფლიოში გავრცელება. ჩვენ ყველანაირად წინააღმდეგებით, ყველანაირი საერთაშორისო სამართლის ნორმებით ამ ვაჰაბიზმს, რადიკალურ ისლამს. თქვენ იცით, რომ გლობალური მსოფლიო აფინანსებს დღეს რადიკალურ ძალებს, როგორიც არის მარქსისტული ანარქისტები, რომ სტუდენტური ორგანიზაციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომელიც რეალურად მხარს უჭერენ ტერორიზმს. ჩვენი ბრძოლა არის ქრისტეს მიერი, მშვიდობიანი, სამართლიანი. ჩვენი საკოორდინაციო საბჭო სულ მალე გაცნობებთ, ალბათ მომავალ კვირას მაინც, რომ საქართველოში ტრადიციული გავხადოთ ლოცვის დღე, მშვიდობა მამულისათვის, მშვიდობა რეგიონისათვის და მშვიდობა მსოფლიოსათვის. რათა საქართველომ, ქართველმა ერმა საქართველოს სულიერი მისია აღასრულოს ცივილიზებულ სამყაროში, მეტად მშვიდობიანი სამართლიანი მსოფლიოსათვის. ჩვენ არ მოგიწოდებთ რადიკალიზმისათვის, რყევებისათვის საქართველოში, პირიქით. ქრისტეს მიერი ბრძოლა, მშვიდობიანი სამართლიანი ბრძოლა ვერასდროს ვერ იქნება ძალის მიერი. ჩვენთან არის ღმერთი და აცდა